თბილისის მერმა დაურეგისტრირებელი ფართების დაკანონებაზე ისაუბრა. კახაკალაძემ ასევე განიხილა დედაქალაქში დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და სკვერების მოწყობის საკითხი. ხების განხილვაზე, რომელიც დღის რიგში გვაქვს მოცემული, პირველი მინდა დავიწყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამიდან, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს, ეს არის საცხოვრებელი ფართების დაკანონება. ესეც რა თქმა უნდა იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება 2017 წელს, როდესაც ვატარებდით საარჩევნო კამპანიას, ხვდებოდით მოსახლეობას და ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი გვხვდებოდა ამ პრობლემით. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, შევიმუშავეთ კონკრეტული ხედვა და როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, დავიწყეთ მისი განხორციელება. მინდა კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია დღეის მდგომარეობით 3059 ოჯახს დაუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს არის ის შენობა ნაგებობები, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, იყო სახელმწიფო საკუთრებაში. ეს ოჯახები ათეული წლებია ცხოვრობდნენ ამ ფართებში და ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. რა თქმა უნდა, ეს იწვევდა ძალიან დიდ უკმაყოფილებას, თუმცა ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება და რა თქმა უნდა, ეს არის წარმატებული პროგრამა, რომელიც დღესაც გრძელდება. დღეს მთავრობის ცნობაზე კიდევ 3 ოჯახს დავაკმაყოფილებთ ნაძალადევის, საბურთალოსა და კრწანისის რაიონებში, თუმცა ამავდროულად მინდა მიმართო ყველას, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგახართ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობა, სადაც ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან, გეტყვიან თუ რა საბუთები არის შესაძლებელი იმისთვის, რომ შემდგომში უკვე მოხდეს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც თქვენ წლების განმავლობაში ცხოვრობთ და ვერ ახერხებთ დაიკანონოთ და გახდეს თქვენი საკუთრება აღნიშნული საცხოვრებელი ფართები. შესაბამისად, აუცილებელია ამისთვის, რომ მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, ხელშეგიწყობთ და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ თითეული ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული. მინდა შევეხო ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაოები გვაქვს წამოწყებული ქალაქის სხვადასხვა რაიონებში, უბნებში. მინდა ერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს შევეხო და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც დაახლოებით 1 თვეში მთლიანად უნდა იყოს დასრულებული. თქვენ იცით, რომ პირველი ნაწილი სამუშაოების ეს იყო საავტომობილო ხიდის პროექტი, რომელიც დამთავრებულია და დღეს უამრავი ადამიანი იყენებს აღნიშნულ ხიდს, რომელიც ბაგები უნივერსიტეტის ქუჩას აკავშირებს და მეორე ეტაპი ეს იყო უკვე უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დაკავშირება ერთმანეთთან გვირაბით. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ აღნიშნული სამუშაოების წარმოება და დღეს უკვე 1 თვეში მთლიანად დასრულებული იქნება სამუშაოები. დღეს მდგომარეობით ძირითადი სამუშაოები უკვე დამთავრებულია. ამჟამად ხორციელდება გვირაბის შესასვლელ-გამოსასვლელის პანდუსების მოწყობა, ბეტონის კედლების მოწყობა, ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემის მოწყობა და გვირაბში მონტაჟდება განათების სისტემები. პარალელურად დაწყებულია მშენებარე გვირაბიდან ქავთარაძის ქუჩამდე არსებული შავიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, განახლება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამუშაოებისთვის საჭირო გახდა იქ არსებული ფარეხების დემონტაჟი, იმისთვის რომ ავტომობილებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. როგორც გითხარით, სამუშაოები 1 თვეში მთლიანად დასრულებული იქნება
და უკვე ბაგებიდან ახალი ხიდისა და აღნიშნული გვირაბის საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ მძღოლებს გამოიყენონ უმოკლესი გზა მოხდნენ კავთარაძის ქუჩაზე ახალი გაკეთებული გვირაბის საშუალებით. ეს რა თქმა უნდა ჩვენ მოგცემს შესაძლებლობას რომ მოვახდინოთ ნაკადების გადანაწილება და ის დიდი დატვირთვა რაც მოდის უნივერსიტეტის ქუჩაზე ბაგების მიმართულებით მოიხსნას და არსებული ნაკადები იყოს გადანაწილებული. შემდეგი თემა ეხება რეკრეაციულ სივრცეებს. ესეც ერთ-ერთი პრიორიტეტული, უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პარკი განახლდა, გამგეობები ჩართულია და ყველა რაიონში უბნების დონეზე მიმდინარეობს სკვერების რეაბილიტაცია, ახალი სივრცეების მოძიება, სადაც გვინდა გავაკეთოთ რეკრეაციული პროექტები, მოვაწყოთ პარკები, რაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს უამრავი ადამიანი, ახალგაზრდა, ფაქტურად ყველა თაობის ადამიანი იყენებს აღნიშნულ სივრცეებს და რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს მომავალშიც, რომ ასეთი სივრცეები რაც შეიძლება მეტი გაჩნდეს დედაქალაქში. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიდ დიღომში მეორე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. თქვენ იცით, ჩვენ რამდენიმე ხნის წინ მთავრობის დომაზე გავაჟღერეთ, ადგილზეც ვიმყოფებოდით, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე 2 ჰექტარ ტერიტორიაზე არსებული შუა გამყოფი ზოლის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს, რომლის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. ამჯერად მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, მსგავსი ტიპის პროექტი არის დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში 29 კორპუსის მიმდებარედ 1 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. ესეც რა თქმა უნდა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და აღნიშნული ტერიტორია იქნება სრულად მოწესრიგებული, დაირღვევა ახალი ხელმძენარეები, სასეირნო ბილიკები, მოეწყობა სარწყავის სისტემა, განათების ახალი ბოძები თავისი ლეცანათებით, ანუ ყველა ეს საპარკე ინფრასტრუქტურა, რაც არის გათვალისწინებული პარკების მშენებლობა რეაბილიტაციის დროს, ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდიღომ ძალიან ჭირდება რეკრეაციული სივრცეები, ეს არის ტერიტორია, რომელიც ზოგადად ძალიან ვითარდება, უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს, შესაბამისად რეკრეაციული სივრცეების არსებობა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე და ზოგადად რაიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად მომავალშიც რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულება გაგრძელდება, რომ რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცეები შეიქმნას. მინდა ასევე კიდევ ერთი პროექტი გაგაცნოთ, რომელიც დიდიღომში მიმდინარეობს, კონკრეტულად გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას იწყებს საბურთალოს რაიონის გამგეობა. აქ საუბარი არის 12000 კვადრატულ მეტრზე, ეს ტერიტორიაც მთლიანად განახლებული იქნება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სატრენაჟერო საბავშვო გასართობის ზონები, ატრაქციონები, შიშუმო პირთათვის, ძაღლების გასეირნებელი დამოუკიდებელი სივრცე, განათების სარწყავის სისტემები, ტერიტორიაზე შენარჩუნდება გამწვანება, დაემატება ახალი ხელმძენარეები, მთლიანად აღნიშნული სივრცე იქნება რეაბილიტირებული, მოწესრიგებული. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნები განახლდება არსებულს, რომელიც მდგომარეობაშია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების წარმოება. ასევე გლდანის რაიონს მინდა შევეხო, რეკრეაციული სივრცე ეწყობა გლდანის რაიონშიც, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის მერვე მიკრორაიონში, ნომერ 28-33 კორპუსების მიმდებარედ შესაბამის სამუშაოებს 11500 კვადრატულ მეტრზე აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, 8500 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე უკვე მოეწყო, ხოლო დარჩენილ 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს ახლა სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა გარეგანათებისა და ვიდეო
უსაფრთხოების ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, განთავსდება შესაბამისი საპარკო ავეჯი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, გაითესება ბალახი და დაირღვება სხვადასხვა ტიპის ხე-მცენარეები. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე უბნების დონეზე ასეთი სივრცეების ათვისება და ასეთი პროექტების განხორციელება. და ბოლოს მინდა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადო ჩემს აწ უკვე ყოფილ მოადგილეს კახა გულედანს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა რეგიონალური განვითარების მინისტრის პოსტზე. კახა არის უაღრესად კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ადამიანი, თავისი საქმის მცოდნე და მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გაწეული შრომისთვის, იმ საქმიანობისთვის, რაც ჩვენ ერთად ვაწარმოეთ. ის წლების განმავლობაში იყო სამგორის რაიონის გამგებელი, იყო მერის ჩემი მოადგილე და გავიც ბევრი კარგი გაკეთებული საქმეები, მაგალითად ეს დაუმთავრებელი და მშენებლობით დაზარალებული ოჯახები, რომელიც სამწუხაროდ ბევრი ყავდა, იყო ასეთი კომპანიები, რომლებიც თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებდა და რა თქმა უნდა, კახას ჩართულობით, მისი უშუალო მონაწილეობით უამრავი ოჯახი გავაბედნიერეთ, გავახარეთ და ამ ყველაფრისთვის მინდა მას მადლობა გადაუხადო და წარმატებები უსურვო ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ეს იყო მეგობრებო, რისი თქმაც მინდოდა, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დღესასწრებით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე. მადლობა.